ბევრი ფიქრის მერე მივხვდი, რომ შვილებს უნდათ სიმშვიდე, შვილებს უნდათ ბედნიერი დედა, შვილებს უნდათ ლამაზი დედა, შვილებს უნდათ შემდგარი დედა, წარმატებული დედა. მეტნაკლებად არ ვიცახი მე რომ რაღაც ვარსკვლავებს არა, იმ შესაძლებლობებიდან რაც გვაქვს, იმის კი ბატონო. და ერთხელაც ვთქვი, რომ უკვე საკმარისია. დღეები მე არ ვიცი ხლა ეს გადაცემის ფორმატში როგორ ჯდება, მაგრამ დღეები გადიოდა სახლიდან არ გავდიოდი, საკუთარ თავს არ უვლიდი. არც სურვილი მქონდა, არც ხასიათი. ბავშვებს უყურებდი, რომ იჩაგრებიან. ეხლა ჩემი შვილები რო ნახოთ ისეთი ლაღები არიან და შენ უფრო ახალგაზრდად გამოიყურები ვიდრე მე და მეგობრებმა მითხრეს, რომ დედა შენი აი ამისთვის ღირდა მარტო იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც მე გადავდგი. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები. იყო რა გავაკეთო? საიდან დავიწყო? მაგრამ ერთ რაღაცას მივხვდი, თუ არ ჩერდები, თუ იმეც არ კარგავ და საკუთარ თავში ეძებ გამოსავალს, გამოსავალი აუცილებლად მოდის. ჩემ შემთხვევაში მოვიდა სწორი ადამიანებით გამოსავალი. რჩევით, გვერდში დგომით, აბა ასე ხო არ ჯობია, ასე ხო არ იზამდი და მე ჩავებღაუჭი ამ ადამიანებს. ჩავებღაუჭი იმდენად, რომ რაღაც პერიოდის მერე უკვე მე გავხდი ვიღაცისთვის ის ადამიანი, ვინც რჩევას აძლევს, ვინც რაღაც გზაზე აყენებს, რაღაც გამოსავლის ძიებაში ეხმარება. ეხლა შენ უწვდი სხვას ხელს. ეხლა ხო.